ბედნიერი ვარ, რომ ჩემთვის საყვარელ ქვეყანაში, საქართველოში დავბრუნდი. აქ თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ. ჩამოვედი, რათა ვესაუბრო კალათბურთის ფედერაციას, სპორტის მინისტრს. განვიხილოთ მომავალი გეგმები, მოსამზადებელი ეტაპი და მომავალი ევრობასკეტი. საქართველოს ჩემპიონატის სისუსტეზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია. ბიჭები ვარჯიშობენ და ცდილობენ თანდათან მოუმატონ. მესმის, რომ ყველას გვინდა ტურნირის დონე უფრო მაღალი იყოს, მაგრამ მოთამაშეები აქ ერთმანეთს ეჯიბრებიან და შედეგისთვის ყველაფერს აკეთებენ. ველაპარაკე როგორც საქართველოში მოთამაშე კალათბურთელებს, ისე ლეგიონერებს და ვფიქრობ ფორმაში არიან. თავარია შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ყველა მწყობში იყოს და ტრავმებმა არ იჩინოს თავი. ჯერა ძლიერი ნაკრები გვეყოლება. ამასთან ერთად აუცილებელია ახალგაზრდების გამოცდაც. შევსება უნდა მივიღოთ და მათი თამაშის დონეც უნდა ამაღლდეს. იმედი მაქვს პლეი-ოფებს დავესწრები, თუმცა ეს მთავარი არ არის. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ყველას ვადევნებ თვალს. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეებსაც და საზღვარგარეთ წასულებსაც. მუდმივი კონტაქტი მაქვს მათთანაც და მათ მწვრთნელებთანაც. ვიცი რა ფორმაში არიან და აქვთ თუ არა პროგრესი. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პლეი-ოფებს დავესწრო და უფრო ხშირად ვნახო ბიჭები ადგილზე საქმეში, მაგრამ მოთამაშეებს ისედაც მშვენივრად ვიცნობ. ისინიც მიცნობენ და ამ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. გამოძახებულთა სიას მოგვიანებით დავასახელებთ. ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ისევე როგორც ადრე უნდა დავჯდეთ და მოვილაპარაკოთ. უნდა მოვისმინო სუპერლიგის მწვრთნელების და ჩემი სამწვრთნელო შტაბის წევრების აზრები. ვის შევიყვან და ვის არა სიაში მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება. მიხარია, რომ შარშან ახალი სახეები შევმატეთ ნაკრებს. ეს უნდა გაგრძელდეს. ნორმალური პროცესია. ვეტერანები ნელ-ნელა ანებებენ თამაშს თავს და მათ ღირსეული შემცვლელები უნდა გამოუჩნდნენ. ყველას თვალს ვადევნებ. 2 დღის წინ ვესაუბრე ვიქტორ სანიკიძეს სალონიკში. ხშირად ვეკონტაქტები მანუჩარს. ვაკვირდები თოკოს ბასკონიაში, შერმადინს და ბექას ანდორაში. ვესაუბრე ზაზას, ცინცაძეს, ასევე დუდა სანაძეს სლოვენიაში. ვიღებ ინფორმაციას იურიცა გოლემაჩისგან, რომელიც იმავე ლიგაში მუშაობს მწვრთნელად და მას ძალიან კარგად იცნობს. ასე რომ მაქსიმალურად ბევრ ამბავს ვიგებთ უცხოეთიდან. ვფიქრობ, კარგი სამუშაო ჩავატარეთ. ვიპოვეთ კალათბურთელი, რომელსაც სურდა თამაში და ამას გარდა ნამდვილი გუნდური მოთამაშეა. უყვარს ნაკრები და ნაკრებშიც იგივეთი პასუხობენ, ამიტომ ერთმანეთს კარგად უგებენ. ახლა ის საბერძნეთშია ჩემს ქვეყანაში და მეც ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ იქ დარჩენილიყო. ასე მისი პროგრესისათვის თვალის დევნება გაცილებით უფრო ადვილია. მით უმეტეს, რომ აეკის მწვრთნელის ასისტენტი ჩემი ასისტენტიც იყო და ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელიც იქ მუშაობს. ასე რომ იმედი მაქვს ზაფხულში ჩვენთან იქნება. ევრობასკეტი ურთულესი ტურნირია და საჭიროა რომ მას ყველა მოთამაშე კარგ ფორმაში ტრავმების გარეშე შეხვდეს. ასე საკითხის დაყენება არასწორია. ზოგჯერ ხდება, რომ რთულ ჯგუფში ყველაფერი კარგად მიგდის, მეორე მხრივ კი შეიძლება ვფიქრობდე, რომ ადვილ ჯგუფში მოხვდი და საქმეები ისე არ წაგივიდეს, როგორც დაგეგმილი გქონდა. ამიტომ უფრო სწორი იქნება თუ ჩვენს გუნდზე ვილაპარაკებთ. უნდა ვეცადოთ ტრავმების გარეშე ოპტიმალურ ფორმაში შევხვდეთ ტურნირს. შემდეგ კი ნაბიჯ-ნაბიჯ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მაქსიმალურად შორს გასვლას ვეცადოთ. Have good results and everything will be easier. Be stronger a little bit. ყველაზე მეტად გაძლიერება პირველ ნომერზე გვჭირდება. ლიდერი ამ პოზიციაზე ცინცაძეა, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მას მხოლოდ დიქსონი ეხმარება, რომელიც ასევე კარგი მსროლელია. ამიტომ გვინდა რომ ლუკა ზაქრაძემაც მოუმატოს თამაშს. სხვა მხრივ ყველა პოზიციაზე ძლიერები ვართ. მიხარია რომ შერმადინი და ბურჯანაძე ანდორაში ერთად თამაშობენ. ეს მათი შეთამაშებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თოკო მშვენივრად თამაშობს ბასკონიაში. ზაზა NBA-ის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდშია და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ანუ მაღლებშიც არ გვიჭირს. დიდი სურვილი მაქვს და ლოცულობ ამისთვის, რომ მანუჩარი და ვიკა კარგად იყვნენ და შეძლონ დახმარება. პერიმეტრიდან ზუსტად მსროლელებიც გვჭირდება. ადრეა ამაზე საუბარი. პირველ რიგში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ჯანმრთელად უნდა იყოს. მეორე კემპი უნდა გავიაროთ, სადაც გამოჩნდება, როგორი იქნება ოპტიმალური სასტარტო ხუთეული. გარდა ამისა, გუნდი მხოლოდ ძირითადი ხუთეულისგან არ შედგება.